გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს შევეხებით როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. კარგად მოგესალმებით. დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიასთან დაწყებასთან დაკავშირებით გააქტიურდნენ პოლიტიკური ძალები და ასევე გააქტიურდა ის მოძალადე ჯგუფები და ის დაჯგუფებები, რომლებიც ყოველთვის არჩევნების წინ ცდილობენ ქვეყანაში არიონ მდგომარეობა შექმნან არეულობის ფონი და ამ არეულობის ფონზე თან განახორციელონ თავიანთი ის ბინძური გეგმები, რომელიც ბინძური გეგმების მოედინება დასავლეთიდან. ქალაქი კვლავ ქაოსმა მოიცვა. გარკვეული ჯგუფები, რადიკალური ჯგუფები, ლიბერალისტური ჯგუფები იკრიბებიან, მიდიან ქართული ოცნების შტაბის წინ, კონკრეტულად კალაძის ქალაქის მერის კანდიდატობის შტაბის წინ და ქმნიან სხვა პროვოკაციულ ფონს. ეს არ არის შემთხვევით და ეს არ არის რაღაც პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, ეს პირდაპირ ძალადობა არის და ამ ძალადობას ჩვენ ვხედავთ, უყურებთ და პირდაპირ აგრესია არის და აგრესიული მოქმედება არის კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. ხო თავისთავად ცხადია ადამიანი იძულებული ხდება, როდესაც ასეთი რაღაც გაურკვეველი, უკონტროლო ჯგუფები და არატრადიციული ჯგუფები მოგივარდებიან, სახში მოვარნაქვია ამას და გაყენებენ შეურაცხყოფას, ადამიანი ხარ, შენთან რაღაც შენს მიიღებს ზომებს იმის ისეც, რომ დაიცვა შენ თავი, ხო? და ასეც ხდება, უკვე მოხდა, იყო ინციდენტი, დაპირისპირება თან ორ, ესე იგი ჯგუფ შორის ქართულ ოცნების ახალგაზრდებსა და აი ამ რადიკალურ არატრადიციულ ადამიანებს შორის, ხო? და იქ ხედავთ თუ როგორ ცდილობდნენ ეს მისული რადიკალური ჯგუფები, რომ მაქსიმალურად დაეძაბათ სიტუაცია და შეექმნათ ძალიან რთული მდგომარეობა. სიტყვიერ შეურაცხყოფებზე გადადიოდნენ. ფიზიკურად იწვევდნენ უკვე და ცდილობდნენ როგორმე მაქსიმალური ზიანი მიეღოთ და შესაბამისად ამის საფუძველზე მათ უკვე აეტეხათ აჟიოტაჟი და კივილწევილი რომ თავს გვესხმიან ქართული ოცნების აქტივისტები დაგვაზარალეს, დაგვაცემეს, დაგვანგრიეს, ამას წინასწარ აკეთებენ ამ განცხადებებს, მაგალითად წინასწარ აანონსებენ. ასევე არ ჩერდება ეს შაპიტო ხაბეიშვილი ქუჩა მოწანწალე, რომელიც 24 საათი არის გამოწეპებული ამ TV პირველის ეკრანზე, ფორმულას ეკრანზე, ამ სექტანტური ტელევიზიების ეკრანზე და ყოველდღიურად ის აანონსებს რევოლუციებს, აანონსებს გადატრიალებას და მოუწოდებს საზოგადოებას ამისკენ. ასევე ძალიან რთული მდგომარეობა არის დღეს ევროკავშირში, ევროპაში, მათ შორის დაიძაბა სიტუაცია განსაკუთრებით საფრანგეთში, ასევე მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლეს ერთ-ერთი ტელეწამყვანი. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე. ბატონო ჯუმბერ, მადლობთ რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში და მადლობთ რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ საინტერესო გათვლები და საინტერესო ანალიზი შექმნით მდგომარეობებთან დაკავშირებით. ბატონო ჯუმბერ, მოდი დავიწყოთ ჩვენგან საქართველოსთან. ჯერ ჩვენ სახლში ვიტრიალოთ და ოჯახებში ვიტრიალოთ და შევხედოთ რა მდგომარეობა არის და როგორ ისევ წამოვიდა რაღაც გარკვეული ტალღა, გარკვეული დაჯგუფებები, რომ ცდილობენ ამ ქვეყანაში დაძაბონ სიტუაცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის რაც ხდება ახლა, აი პირდაპირ რასაც ჩვენ ტელეეკრანებზე ვხედავთ და რასაც ესენი ჩადიან ეს რადიკალური ჯგუფები, არის თუ არის დანაშაული და ხელისუფლებამ რაღაც მე ასე ვხედავ და ასე მიმაჩნია რაღაცას ძალიან რბილად მოქმედებენ და ძალიან რაღაცნაირად ცდილობენ რომ მინიმალური, ესე იგი სიმკაცრე გამოიჩინონ და ხო არის დრო იმისა რომ ხელისუფლებამ გადადგას მათას კაცრი ნაბიჯები და ეს მარტო ქართული ოცნების წინააღმდეგ კი არ არის კაცო და მარტო იმ პოლიტიკური იმის პარტიების წინააღმდეგ კი არ არის კონკრეტული ქართული ოცნების კანდიდატების წინააღმდეგ კი არ არის და კალაძის წინააღმდეგ კი არ არის დავიღალეთ უკვე კაცო ხალხსაც ამოვიდა კისერში ეს სიმახინჯე რაც ხდება სად მოწებდნენ ეს რა კონტინგენტია, საიდან გამოიყვანეს ეს სად ყავდათ დამწყრეული და შემდგომ კაცო ეს როგორი
სიტყვა როგორ იმით მიმართავენ ამ იმას ადამიანებს ბილდ სიტყვაობა მე გამეგია მაგრამ ასეთი არ გამეგია ამას ხო უყურებს ჩვეულებრივი ჩვენი ის ახალგაზრდა თაობა რომელიც წესიერ ოჯახებში იზრდებიან და უნდათ რომ წესიერი ცხოვრებით იცხოვრონ და უნდათ რომ რაღაცა სიმშვიდე იყოს ქვეყანაში ხომ უნდა დაამყაროს ესე იგი ხელისუფლებამ თუ მაინც ხალხმა უნდა დაიწყოს მათაც ესე იგი დამყარება ამ ქალაქში მოდიში პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და იმის საშუალებისათვის რომ დავაფიქსიროთ ჩემი აზრი გამოვხატო მოვლენებთან მიმართებაში ჩემი ფიქრები და ჩემი აზრი დავაფიქსირო იმ თემების ირგვლივ რატომაც თქვენ შეეხეთ ბატონო ტრისთან ის რაც დღეს საქართველოში ხდება და განსაკუთრებით დედაქალაქში რაც ხდება ეს არის ჩვენი ხელისუფლების უნარობის შედეგი მოდი ასე სტრუქტურულად მივყვეს რომ პირველი თუ კანონი არსებობს იმ კანონმა უნდა იარსებოს და ის კანონი უნდა მოქმედდეს ბატონის მხოლოდ და მხოლოდ ბრიუსელზე კანონის დაწერა არ არის დემოკრატია რა არის დემოკრატია არის კანონის აღსრულება კანონის მორჩილება და კანონზე პატივისცემა ჩვენ რაც ვღებულობთ ახლა დაიკავეს კრიმინალები აყურყუდეს რაღაც 7-6 თვე იზოლატორში ზოგი გამოუშვეს ზოგი არ გამოუშვეს ზოგი პატუროში ეს არის დაუსჯელობის სინდრომი ამ ხალხმა იციან რომ ისინი სათანადოდ არ დაესჯებიან და იმიტომაც ჩაზდიან ამას ეს არის კრიმინალური ჯგუფი მაგრამ აქ მე მინდა აღვნიშნო იმ ქმედებას რაც ქართული ოცნების აქტივისტმა გააკეთა მანდილოსას ხელი გაარტყა და რამას ვერ გავამართლო ვერავითარ შემთხვევაში მე ამას ვგომობ რომ დააპატიმრეს ეს ადამიანი და Facebook-ზე დავწერე კაცი რომელიც მანდილოსანზე აიღებს ხელს ვისი მომხრეც არ უნდა იყოს თუნდაც ჩემი ძმა იყოს ვეტყვი არა კაცი ხარ ფეხი ქვეშ გეწვებოდეს მიწამეთკი რა ჩვენ ვართ ქართველი ხალხი საქართველოს მოკალევა საქართველოს შვილები ვართ და საქართველოში დედაკაცი ყოველდღიურად იყო იქნება და იარსებობს სანამ მე ჩვენ ბატონთან თქვენ და ჩვენარი კატეგორიის საზოგადოება იქნება დედა და მანდილი იქნება სათაყვანებელი რა თქმა აბარა ამიტომ ის არაკაცი ვინც ვისის მომხრეც არ უნდა იყოს მანდილოსანს ხელის აღება არ შეიძლება მე მესმის რომ ის ახალგაზრდები დედრობიტის კესის ეს გოგონა ბავშვები ასეთ ბილწაობით ბილწის სიტყვებით არა ადამიანური ქმედებებით ესე შეგნებულად მინდიან ამაზე რომ პროვოკაცია სურთ ამათ რა სურთ პირველ რიგში გამოიწვიოს პროვოკაცია და მოხდეს საზოგადოებრივი დაპირისპირება აი ეს მიზანი აქვს ეხლა ესენი არიან ასეთ მდგომარეობაში გაჭირვებული ხალხს ეკიდებაო ნათქვამი ასეთ ქართული კარგი გამოთქმარს ხო ამათ კარგად იციან ამ არჩევნებით ნაციონალური მოძრაობა და მის ფრთის ქვეშ არსებული ეს ლელო მელო რაღაც გაურკვეველი ჯიშის გაურკვეველი წარმოშობის გაურკვეველი წარსულის მქონე ადამიანების დრო მთავრდება ეს არჩევნები ასრულებს ამათ მე არ ვამბობ რომ ქართული ოცნება ვაი გადასარევია და ჯვარი დავიწერ არა ბატონო არა მაგრამ დღეს უკეთესი არავინ არ არის ეს ერთი და ამარჩევნებით ნაციონალური მოძრაობა და მისი ფრთის ქვეშ არსებული ყველა პარტია განადგურდება ამას ხდებიან ეხლა რა დარჩათ მათ დარჩათ სამოქალაქო დაპირისპირება სამოქალაქო არეულობა რომ დაიღვაროს სისხლი და ამას ძალიან პატარა მართლაც ისე აი ძალიან მცირე დოზით არის დარჩენილი რომ ეს არ მოხდეს მეც დავიღალეთ თქვენს დაიღალეთ ქუჩებში ვერ გადავადგილდებით ვიღაცა 5 არ შემდგარი ახალგაზრდის 5 არ შემდგარი პოლიტიკოსის 5 არ შემდგარი ადამიანის გამო გადაკეტილი აქვს რუსთაველი და ასე შემდეგ და მაგის გამო პრობლემები და საცობები ეწყობა ქალაქში რომ აი რუსთაველზე გადაადგილება ის არის ახლა მელიქიშვილის გამზირი და ასე შემდეგ და საშინელებაა ეს არის მათი ამოცანა რომ მათ მოახდინონ საზოგადოების დაპირისპირება აქეთკენ მივდივართ ეს არის მათი სურვილი ეხლა რა უნდა მივოქმედოთ ეხლა
საზოგადოების დაპირისპირება რა არ მოხდეს, ამიტომ ხელისუფლება უნდა ამოქმედოს ის კანონი, რაც უწერიათ კაცო კოდექსში უწერიათ, კანონში უწერიათ, ეს უნდა ამოქმედოს, მაშინ რატო გაქვთ ის კანონი, რატო გაქვთ ის პროკურატურა, რატო არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ის რომ ვინმე მართვას, კაცო როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი იყოს, რომელიც პოლიციას ხელს გაარტყა, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი იყოს, გამოდიან და უხამს სიმღერებს მღერია. იცით რა, დემოკრატია არ არის ბატონებო ერთმანეთზე ლანძღვა, გინება, უხამსი სიტყვებით, ბილწი სიტყვებით ერთმანეთზე მიმართვა, ეს არ არის დემოკრატია და ეს არც თავისუფალი გამოხატვის ის არ არის რა. თავისუფალი სიტყვის გამოხატვა არის ნორმალური დიალოგი, შენი აზრის დაფიქსირება, რაც საქართველოში ბოლო 12 წელი არსებობს, ხო? ეს სააკაშვილის დრო ხო არ არის ახლა. გამოდი და თუ რაღაცა სადიალოგო გაქვს, ის დიალოგი ტელევიზიების ეთერი, გამოდი კი ბატონო ქუჩაში, გამოდი დააფიქსირე შენი აზრი, მაგრამ ისეთი ბილწი სიტყვები, როგორც ესენი აკეთებენ, ეს არის ერთადერთი მიზანი, რომ გამოიწვიონ საზოგადოებაში დაპირისპირება, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ის ძალიან მცირესობაში, მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით ისინი იქნებიან 2%. მეტი არ იქნებიან. კი. შეიძლება ეხლა უნდა გავმიჯნოთ ერთი რაღაცა. ოპოზიციური პარტიების ერთად აღებულის ამორჩეველი შეიძლება იყოს 5-დან 10% ამდის, მაგრამ ასეთი გადაცემული კატეგორიის საზოგადოება არის 1% მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება 1%-იც არ იყოს, მაგრამ ის 9% კატეგორია საზოგადოება ცდილობს ყველანაირად რომ საზოგადოების დაპირისპირება მოახდინოს. ამიტომ ხელისუფლება მოგმართავთ თქვენ. ძმანო, დანო, მეგობრებო. გიწერიათ ფურცელზე და ის კანონი ამოქმედეთ. როგორ შეიძლება რომ იცი რა არის თმენისუფლება ყველას აქვს და უნდა გქონდეს. მაგრამ გამოდიხარ და ქართული ოცნების მომხრეებს რა და რაღაცებს სააკაშვილის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გამოდიოდა პატარკაციშვილზე რაღაცა ის ლექსიკა აიღეს, ის სიტყვები აიღეს და იმეორებ და იმას. სიტყვերը შეურაცხყოფა. მე შეიძლება არ ვიყო თქვენი ამორჩეველი. მაგრამ თქვენი წინააღმდეგობა არა ვარ, ის სიტყვები მეც მეკუთვნის. მეც ვღებულობ ჩემად და ილანძღებიან ასე. ასე რომ ძალიან თუ ხელისუფლებას მიმართა ბატონი ირაკლი ღერებაშვილის მიმართა, ისა კობახიძეს მიმართა, რომ კი ბატონო, მადლობა ყველაფრისათვის, რასაც აკეთებდა, მიიყვანეთ ბოლომდე საქმე. მიიყვანეთ ისო ქუჩაში გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ასე რომ ის რაც დღეს ხდება დედაქალაქში, ის არის ყოველად მიუღებელი და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას ბატონისთან, რომ სრულდებიან ესენი. всё, ფაფ, აღარ იქნება 4 ოქტომბრის შემდეგ. რაც შეეხება ხაბეიშვილს. მე მას პიროვნულად არ ვიცნობ, მაგრამ მისი გამოსვლები რაც მინახია, ეხლა როგორ გითხრათ, შეურაცხყოფად არავინ არ მინდა მიიღოს, მაგრამ მისმა ახლობლება ვიღაცამ ჯანმრთელობის ცნობა მოთხოვეთ მას, რომ რამდენად ფსიქიკურად არაადეკვატურობის იმასთან შეიძლება. არა, მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე ვამბობ მაგას ახლა. ხო, მაგრამ მე რჩება ისე შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქოლოგიურად, ფსიქიკურად ნორმალურად მდგომარეობაში არ არის. ეს ავატყობობა, ეს ცუდი კი რამე არ არის. და ამ კაცს მე ვფიქრობ, კურნალობა ჭირდება. კურნალობა ჭირდება და ამიტომ თუ ვინმე მისი ახლობელი ამცებ სიტყვებს მიიღებს გულში და თუ რჩევად მიიღებს, კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი 12 წელია დადის, კივის, რაღაც მას რო კითხო იბძვის, მას რო კითხო სამშობლო უყვარს და რაღაცები, მაგრამ სინამდვილეში მისი ქმედებები უფრო მეტად აკარგინებს იმ ამორჩევებს, ვინც ყავთ ის დარჩენილი 7-8%. კი ბატონო. ასე რომ ხაბეიშვილზე რაიმე კომენტარს გაკეთებას არ ვაპირებ, იმიტომ ეს კაცი არის ავატყოფი ახლა და ფსიქოლოგიურად სამკურნალოა ახლა. ბატონო ჯუმბერ, ისიც რა არის ნახეთ თქვენ ძალიან კარგად
ახსენეთ ეს ყველაფერი და მართლაც რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას კიდევ ხელისუფლება და ეს კანონი რომელი კანონიც მიიღეს მათმა უნდა ამოქმედონ ახლა მიიღეს ნიღმიანებზე კანონი ხო ხო მაგრამ ქუჩაში ისევე ნიღმიანები ხო გაქვთ ეს კანონი მიღებული მასკიდით მიიღეთ ზომები და მოახდინეთ ამ კანონის რეალიზაცია მე ახლა ბოლოს და ბოლოს ჩვენ ადამიანები ვართ კაცო ხო ჩვენ გვიწევს გადაადგილება ამ ქუჩაში კაცო ხან რაღაც სამსახურებიდან გამომდინარე ხან რაღაც ექიმთან გინდა წასვლა და ავადმყოფი მიყავს ხო ხან რა ვიცი ნათესავთან მიდიხარ ხან იქ მიდიხარ და ეს ვიღაცა სული დამახინჯებული ადამიანი 5-10 ადამიანი 10-ზე მეც იქ მე ვერ ვხედავ ხო გადაკეტავენ ამ ქუჩას და მოდიან კიდევ და შეურაცხყოფებს გაყენებენ და გლანძღავენ და რა ვიცი რას არ გეძახიან ხო ბატონო ტრისტან ბოდიშტი ჩაგეწერთ ეხლა ვყუროთ ელემენტარულად დიახ მე და თქვენ პიროვნულად ხო ეხლა იციან რომ მათმა მხარდამჭერებმა და ამ პატარა სექტამ იციან რომ მე და თქვენ არა ვართ მათი მხარდამჭერი და წარმოგიდგენიათ ეხლა მე და თქვენ შევდივართ საავადმყოფოში სადმე ინდივიდუალურად და ვიღაცა მომაწახოს ხოცი მონა ეხლა უკაცრავად მაგრამ მე არა ვართ არამდებობის პირი და არანაირი ვალდებულება თმინის არა მაქვს და იმას გაუჭიჭყავ თავს და მე ვინ არის დამნაშავე მე და რატომ აყენებ და რატომ ქნი ჩემსგან დამნაშავეს ხელისუფლება თქვენ მოგმართა თქვენ ქნით ჩემსგან დამნაშავეს რატომ იმიტომ რომ იმ კანონ დამღვრევს არ იჭერ და აქეთ მე გამოვდივარ დამნაშავე აბა ერთი გაბედოს და მეუღლესთან ერთად ვიქნები შვილებთან ერთად ვიქნები და რომ ითხრან მონაკოცებისო იცით რა არის ბატონო არ ვიცი მართლა გაუჭიჭყავ თავს იცით რა არის მარტო აკეთებს ხელისუფლება მარტო ეს კი არ არის აი მონაკოცების ხო თქვენს გიცნობთ საზოგადოება და მეც ვიცნობ საზოგადოება იმიტომ რომ ჩვენ ვართ აქტიურები და საჯარო პირები ვართ და აქედან გამომდინარე გვიცნობენ და ჩვენ პოზიციასაც ვიცნობენ კარგად თუ ჩვენ ვფიქრობთ და ვასწრებთ ქართულად ვართ ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანები ეს ძალიან კაგადეცია იციან რომ ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მათ ისინი ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობენ ახლა ხა მართლაც რომ ქუჩაში გავდივარ და გამოვდივარ კი ყოფილა შემთხვევა ესეთიც ας თქვენ ბრძანეთ ახლა მაგრამ მარტო ვიყავი მაგრამ პასუხი გამეცია როგორ იცი დამიბალანსები ეს პასუხი რომ თქვენთვის არ იყოს რაღაც დანაშაული არ ჩამედინა მაგრამ ბიჭო ხო არის რაღაცა მომენტი რომ შეიძლება ეს მარტო ვიყავი და იმიტომ აი მეუღლე ხლებოდა შვილი ხლებოდა არა რას გქონდეთ მარტო ხო არის რაღაცა არა ის უცებ მომცილებელი რა არიან კატეგორია არ მოგცილდებიან არა მე რას ვამბობ იცი ეს თქვენ მარტო ვიყავი და ეს დააბალანსეთ მაგრამ მეუღლე რო ხლებოდა და რა თქმა უნდა იქ დაბალანსება აღარ ისაუბრები ხო და ამიტომ არის რომ შეხედეთ ახლა ბიჭო ადამიანის უფლებების დაცვა რომ იძახეთ და გამოდიხარ და ერთ ამბავს ეხავთ და აქეთ საერთაშორისო ტრიბუნებსაც იყიდებთ იმასთან დაკავშირებით ჩვენ უფლებებს ვინ დაიცავს ერთი გამაგებინეთ ჩვენ გვაქვს იმედი კანონის ის კანონიც არ გვიცავს იმიტომ რატომ არ გვიცავს იცი ხელისუფლება ამ კანონის რეალიზაციას არ აკეთებს და არ ახდენს ხო და მე ბოლოს რომ რაღაცა მოხდება და მართლაც რომ გამოგვიყენებენ წყობრიდან და მართლაც რომ ვიღაცას მოვწევთ ხო მე უკვე გვიანი იქნება და ამიტომ სანამ ეს არ მომხდარა ხო ეხლა ეს ადამიანები კი მე ბატონ ჯუმბერს ვეთანხმები ქართველმა კაცმა ქალზე ხელი არ უნდა აწიოს არასდროს ის ვინც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს უკანასკნელი მეძავეს რო იყოს ხო ქართველმა კაცმა ხელი არ უნდა აწიოს ქალზე მithumetes ჩვენ კარგად ვიცით ქრისტეს კარგად იქ როდესაც მიიყვანებენ მეძავეს და ქვებით ესროლეთო გაიგე და ჩაქოლეთო რო ამბობს ხო იქ ქრისტე უფალი ეუნება რომ ვინც ახლაო თქვენო ქართო სუფთა და არ აქვს დანაშაული ჩადენილი და წმინდა ადამიანები ხართ პირველი ქვა იმან ესროლეთ და ვერავინ არ ესროლა ქვა ხო ასე ვართ ყველა ცოდვილები ვართ კაცო ამ ქვეყნის ჩვენ ყოველდღიურად ჩადივართ რაღაც ცოდვილს მაგრამ იმას ის ხوار ნიშნავს იმას რომ ჩვენ ავდგეთ ქალებს უპატრონოთ და უბრახუნოთ კი იმ ქალმა არასწორი საქციელი გააკეთა და არაადეკვატურად მოიქცა და იმიტომ არის ის და იმიტომ მუხტიან მას პულს რომ ეს გააკეთოს ჯუმბერ და მიუხედავად ამისა მაინც ქართველი მამაკაცი ვალდებულია პატრის ძეს მამის პიროვნებას კი ალბათ მანდილს რატომ არის რომ შეხედეთ ეს შემთხვევით კი არ არის უფალმა წილად რო და ღვთისმშობელს რო მიცა წილად საქართველოს რო ეკურთხებია საქართველოს ქრისტიანულ და მართლმადიდებელ ქვეყანათა რატო ეს დედა ღვთისმშობელს ეს ჩვენთვის არ არის იცი დედა ქალი არის ჩვენთვის ეს არის
ის რომ იტყვი სიმბოლო და ის სიყვარული და ის არსება რომელიც ყოველთვის ქართველი მამაკაცი პატივცემდა ქალის მანდილს და ქალის აი ამ სიმბოლოს და ქალის დედის სიყვარულს ხო და ბოლოს დიახ ამათ რო კითხო ნირწახდენილ კომუნისტები მიხვდნენ რომ საქართველოში დედა არის ყველაფერი აბა რაღაცა და დადგეს მონუმენტი ხო აბა დედა ხო დამისახელეთ საბჭოთა კავშირში სოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არის დედის სიმბოლო დედის საქართველოს თბილისში გქონდა მხოლოდ ერთი თბილისში გქონდა ქართლის დედა ხო ქართლის დედის ქვეყანაში დავითის და თამარის ქვეყანაში ეს უზნეობაა მაგრამ ეხლა შევეშვა ამას საუბარი და მე მინდა ხო რამე ხელისუფლებას მივართო ერთი წუთით რომ აი ორივე წამყვანო ბატონმა გენერალმა და მე აღნიშნეთ რომ თქვენ ვალდებული ხართ იმათ უფლებებს რო იცავთ ჩვენიც დაიცვათ ჩვენ გიცავთ თქვენ და თქვენ ვალდებული ხართ რომ ჩვენი უფლებები დაიცვათ კანონით მე სხვა გვარი დაცვა არ მჭირდება კანონი უნდა მიცავდეს და კანონი უნდა მოქმედებდეს დავაშავე პასუხი უნდა ვაგო დააშავა ვინც არ უნდა იყოს ის ნაცი იქნება არ აქვს მაგას მნიშვნელობა კანონის წინაშე უნდა ვიყოთ თანასწორობლებიანი სხვა შემთხვევაში ბატონო ვერ ააშენებთ ამ ქვეყანას კი აკეთებთ რაღაცებს მადლობელი ვარ მაგრამ თუ გინდათ რომ საოცნებო საქართველოს როგორც სახელმწიფო ააშენოთ მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს კანონის უზენაესობა და როცა არის კანონის უზენაესობა იქ უკვე აშენდება ქვეყანა წარმატებული ქვეყანა იმ ქვეყანაში ეკონომიკაც აღორძინდება ბატონო ტრისტარ იმ ქვეყანაში აღარ იქნება ქაოსი იმ ქვეყანაში აღარ იქნება სადაც კანონს არ იქნება მიშის ტიხარ ბიძინას ტიხარ კოცის ტიხარ ნაცი ხარ კანონი რომ მოქმედებს კანონის ამოქმედება ნიშნავს რომ ეს ვისტის ვიადისტი მიშისტი ესენი აღარ იქნება კანონის წინაშე ყველა თანასწორები იქნებით ყველა პატივს სცემთ კანონს და კანონის შიში ჩვენ ზღვარს ვეღარ გადავთ და აღარ გადავთ ეს არის მთავარი ხო ბიჭო შეცხვილია ხა წარმოიდგინეთ თქვენ აი ახლა იქ თუნდაც იქ მაცხოვრებელი ადამიანები ნახეთ რა მდგომარეობაში ღამე არ ძინავთ ხალხს მთელი ღამე არ ძინავთ ააკოთეს მე ზოგს ბავშვი ყავს ძინა პატარა ზოგს შვილი მთელი ღამეა მე ააკოთეს ბიჭო ეს მთელი რუსთაველი მთელი მელიქიშვილი ააკოთეს მაპატეთ და საფიფარეშოთ აქციეს ყველაფერი იქ აიგე თალკე აქეთ ნარკოტიკების ისა რომ ვიტყვი პარლამენტის ეზოში პირდაპირ გავიარე რომელიყო დილის რაღაც იყო უნდა საქმე მქონდა რაღაცა 8 საათზე გავიარე დიაბეტის შპრიცები იყო ანუ იმითაც იკეთები მოყრილი იყო ფანტანის ქვემოთ ისე რა სამსია ეხლა იცით რა არის შეგვეძლო სურათის დაგადაღება Facebook-ზე თვითონაც ძალიან გაგადიციან კაცო თვითონაც იციან ვერ დავალ მაკდონალდს იმიტომ რომ იქ კამერებია ყველა მიცის ნახონ გადაახვიონ ხო შეხედონ ინდიფიცირება მოახდინონ ამ პიროვნებების გაიგე ნარკოტიკები პირდაპირ მიაქვთ გაიგე ეს ორი ნარკობარიგა რო გაათავისუფლოთ და გმირებათ აქციეს საგერ ახლა გაიგე ეს ორი ნარკობარიგა ბიჭო გაიგე რომელებიც წამლავს ჩვენ საზოგადოებას ჩვენს ქვეყნის ახალგაზრდობას წამლავს ესენი ორივე ნარკობარიგა კლუბი რომ არის ბასიანი რა არის ხო მით უმეტეს ესენი ფაქტზე დაიჭირეს ბიჭო გაიგე ბასიანი რა არის იქ ნარკოტიკები ბუდია ოფიციალური ბუდია ეგ ნარკოტიკები იქ იყიდება პირდაპირ ხო ბიჭო რატო გაათავისუფლეთ ის ორი ნარკობარიგა გეკითხებით და დღეს გამოდიან და ქართულ დროშა შემოხვეულებით დარბიან ქუჩა და გმირები არიან უკვე გაიგე ნუ ქმნით თქვენ ამნაირ ადამიანებს რაღაცა ავტორიტეტებად გაიგე ნუ გინდათ შექმნათ ასეთი ადამიანები უკანასკნელი ადამიანები არიან ესენი აი ორი ნარკობარიგა რომელიც გაათავისუფლეს და ყველა ნარკობარიგაზე ვიზახე მე ესენი არიან დაუძინებელი მტრები ჩვენი ქვეყნის ჩვენი შვილების ჩვენი მომავლის აი თუ ბილმია გასანადგურებელი ამ ქვეყანაზე და საერთოდ კაცობრიობაზე ნარკობარიგები არიან გასანადგურებელი იმიტომ რომ ესენი არიან რომლებიც წამლავენ და კლავენ ჩვენ შვილებს და ჩვენს მომავალს და ჩვენს ქვეყანას უწამლავენ ყველაფერს და უკლავენ ყველაფერს და არათუ თქვენ უნდა გამოუშვათ მაგენი სასამართლო დარბაზებიდან არამედ მათ უნდა მიცეთ უმკაცრესი სასჯელი რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალები და არ იყვნენ ასე ქუჩა ისა მოწანწალეები და ასეთ უბედურ მდგომარეობაში, ხო? და მართლაც მე ვეთანხმები ბატონ ჯუმბერს რომ კანონი ამოქმედეთ.
თუ კანონი არაა მოქმედი და თუ კანონს არ მიეცით თქვენ მოქმედების საშუალება, ამაზე ვარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ბატონო ჯუმბერი, ახლა რა მინდა თქვენ ერთი რაღაც მინდა დავამატო. კარგ თემას შეეხება და ამიტომ მინდა დავამატო. ბატონო ტრისთან. საიდან შემოდის ეს ნარკოტიკები? ხო? აი გარეთ თავარი. კითხვა ისმის, საიდან შემოდის ეს ვინ არის ეს ვის გამოაკ? ვის ინტერესებში ზის? ბატონო პრემიერო. ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვერც პროკურატურა. ვერც დაზვერვა. ამას ვერ მოაგორებს. თუ თქვენ პოლიტიკური ნება არ იქნება და საზღვრებზე არ იქნება გამკაცრებული კონტროლი. ერთი სიტყვით შემიძლია გითხრათ სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტში თუ კიდე 5 ტონა ნარკოტიკი გადაიტანე, გადმოიტანე. სასომხეთში 5 ტონა გადაიტანე, გადმოიტანე. არავინ ოსეთში რაც კიდე გადაიტანე, ოსეთთან რაც კიდე გადმოიტანე. არავინ არ გაკონტროლებს. გაამკაცრეთ საზღვარზე. გაამკაცრეთ საზღვარი და აღარ დაჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედმეტი არც ხარჯი, არც ძალისხმევა რომ ებრძოლოს მათ. მათ თქვენ სხვანაირად ვერ მოუგებთ. ამ პირადად თქვენი როგორ თქვა ახლა არ მინდა ვიცი რომ თქვენ ძალიან სუფთა ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი გუნდის ინტერესშია იმ ნარკოტიკების შემოდენა და თუ არ არის ეს პირადად აიყვანოთ პირად კონტროლზე და გააკონტროლებიე წესიერ ხალხს საზღვარი. რო არ შემოვა, ვეღარც გასაგდება. და პოლიცია უნდა იყოს დაკავებული ადგილზე მარიხუანისა და რაღაც პატარ-პატარა მინი ფაბრიკები რო აქვს ჩადგმული ნარკოტიკების დამზადების, ეს უნდა აგზავნოს. დანარჩენი შემოდის საზღვარგარეთიდან, სარფიდან, სომხეთიდან და ლარსის გამშვებ პუნქტებიდან. საიდან ვიცი? მე არ ვიცი, არ დამინახავს რომ ვინმე შემოიტანა. მაგრამ მე ვიცი ერთი რომ როცა გადავდივარ, არავინ არ მიმოწმობს არც ავტომობილს, არც მე. რა, შუბზე მაწერია, ჯუბერი ვარ თავარტყილაზე და მე არ გავაკეთებ ამას. რატო მას არ მჯერა ეს? იმიტომ არ არის დაცული ჩვენ საზღვარი. არ არის ბატონისა, ჩვენ საზღვარი არ არის. გეთანხმებით ბატონო ჯუმბერი, ეს თქვენს კარგად აღნიშნეთ ახლა და ჩვენს კარგად ვიცით, ეს თუ ჩვენი საზღვრები დღეს არ კონტროლდება. არათუ მარტო ნარკოტიკების მიმართულებით, არამედ თუნდაც იმ კონტრაბანდის მიმართულებით, თუნდაც იმ ალა ლეგარები, რომელიც გაივსო დღეს და ააკოთეს თბილისში და ჩააბნელეს თბილისი, ხო? არ კონტროლდება, ხო? თუ ეს არ გააკონტროლეს, მართალიბზადეთ თქვენ და თუ ამას არ მიაქციეთ ყურადღება, ხო, ამ ნარკოტიკების აი შიდა იმას ბრუნვას თქვენ ვერ მოსპობთ და მით უმეტეს ნარკოტიკები საქართველოში არ მზადდება. ანუ აქ არ არის ის საშუალებები და ის სპეციფიკური რაღაც აღჭურვილობა, რომელიცაც უნდა მომზადდეს აქ ნარკოტიკები და გამოიყო ნარკოტიკები, ხო? და არც არის აქ ის მოსავალი და ის სხვა და არა, რაღაც პატარა მოვისმინე, რაღაც პატარა მინი რაღაცები არის. ხო, მაგრამ ის მასშტაბები კაცო რომ არა, მასშტაბი რა თქმა უნდა, ის მასშტაბები არ ეყოფა ახლა საქართველოს. არ ეყოფა, ის საქართველოს ეს შემოდის. ეს ხარისხი ვერ იქნება და ეს ხო შემოდის, კაცო, გარედან შემოდის. და რაც გარედან შემოდის, იმის გაზავება ხდება როგორც არ ვიცი. არ თვალითაც არ დამინახეთ ეს თვითონ რა. და არ ვიცი ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაცა სერიოზული ადამიანებისგან მოვისმინე, რომ არის რაღაცა 1-2 მინი ქარხანა, ერთი მე მგონი აჭარაშია და მეორე კახეთშია. მით უმეტეს მე ეს ხონა აღმოაჩინონ ეს მინი ქარხნები, კაცო. ჩემამდეც რომ მოვიდა ეს ინფორმაცია. ხო, იმან არიცია. არიცია, მაშინ რასი ისახათ ოპერატიული თანამშრომლები და რა ისაკავთ. ეს ხერხული ახლა ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მათ არ იცოდე. ადამიანი, აგერ ჩვეულებრივ ადამიანებმა ვიცით რომ არსებობს. იციან, მაგრამ შეიძლება ვერ ეხება პოლიცია. რას ქვია ვერ ეხება, კაცო? ნუ ეხლა ხომ არის ხელშეუხლო. უფრო ზემოდან არის ის აქ. ნუ არ ვიცი. ანუ გამოდის უფრო მაღლიდან არის მაგის ისა. სხვა ფიქრები არ შემიძლია რომ ვიფიქრო და ამიტომ არის რომ შეხედეთ რა ხდება ბატონო ჯუმბერ და საერთოდ ზვიფასო საზოგადოება ჩვენ თუ დროზე ამას ავამტყოფობას არ მივხვდეთ, ამ უბედურებას არ მივხვდეთ, ამ დანაშაულს არ მივხვდეთ, ხო, ჩვენი ქვეყანა დაიკარგება
დაიგარგება, მიწაკია დაიგარგება. აქ სხვები იქნებიან. თაობები გაგვიქცევს. სხვები შემოვლენ, აქ ჩვენს მაგალითად სხვები იცხოვრებენ და სხვები დაიკავებენ. და ესაა ქვეყნის დაკარგვა მე გაიგე და ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი და ჩვენი უკვე ნელა-ნელა უკვე ამას გინდა არ გინდა რომ უმცირესობაში აღმოჩნდება. აბა რა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ახლაც მაგ მიმართულებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ამას უნდა დროზე ამ შველა და ამას უნდა დროზე რომ თქვენ მიიღოთ გაკრეული მართლაც კაცი ზომები იმასთან დაკავშირებით და მე აღარ გამოვლენ ეს ბავშვები ქუჩაში აქ და აღარ დაიწყებენ იმ რაღაც ბილდ სიტყვაობას რომელსაც თქვენ თავზე გამხობენ ყველაფერს კაცო ახლა კი ჩვენ შეურაცხყოფაცაა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახლა ამორჩევლები ყავთ ჩვენ ახლობლები ჯუმბე რომელიც ნათესაები და რა ვიცი მეგობრები და ესე რომელიც ქართულოს ემოსალებია ხმას ხო ბატონო მეც უნდა მიშველა იმიტომ რომ სხვა გზა არ ამაქვს უკეთესი არ აბა რა მართალი ხარ კი უკეთესი არა ჩვენ სადა უკეთესი ერთი მითხარი შეურაცხყოფას გებურო რა თქვა უნდა არ მივაღებიათ მეორეც კარგად აღნიშნე ეს ემიგრანტები რო შემოედინებიან პატარაკანში თბილისში თეთრკანიანი საზოგადოება უმცირესობაში აღმოჩნდებით და ქართველობაზე აღარ უკვე თვალსაცემი არის ხო ქართველობაზე ეხლა უყურე ბატონ დრისთან უკვეთავ შეკვეთას მაგალითად იანდექს ტაქს მოდის უცხოელი არა უცხოელი მოვიდეს ბატონო მე არა ვარ წინააღმდეგი ენა არ იცის მისამართი არ იცის მისამართი არ იცის ქუჩები არ იცის მისი ენა მე არ ვიცი მან ჩემი ენა არ იცის კი ინდური მე არ ვიცი ნიგერიული მე არ ვიცი ინგლისურად დაველაპარაკები არ იცის რუსულად დაველაპარაკები არ იციან არც ინგლისური ვიციან არც რუსული ვიციან არც ქართული ვიციან რუკაც იციან რომ ზუსტად იმ ადგილს არ აჩვენებს და მე რამოდენიმეჯერ ვერ ნახა რა ის მისამართი ფული ჩამომეჭრა ახლა 7 ლარის გულისა იანდექს უჩივლო სად არის ხო 700 და ეს იმ ემიგრაციამ გამოიწია რასაც ვერაკმატრულოს ხელისუფლება ეხლა ხომ მიიღეთ კანონი ამუშავეთ გააჩერეთ უცხოელები მოთხოვეთ პასპორტი რამდენად რეგულარულად არის შემოსული რამდენად საზღვრის დაცვა საზღვრის კვეთა აქვთ ის რა ქვია წესრიგში რაიმე დაღვევა ხო არ აქვს იმ წუთში უნდა მოახდინოს დეპორტაცია და ეხლა ძალიან გთხოვთ რა ეხლა არ დამიწყოთ იმაზე საუბარი რაღაცა არის ქვეყნები სადაც სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოთ ბატონებო მე თუ მკითხავ ქართველის მოქალაქეები ნიგერიაში არავინ არ მიდის და მე თუ მკითხავ საქართველოს შემოსაღებია სავიზო ხო სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოთ ინდოეთი გაეწედება საქართველოს უნდა მივიღოთ ისა ინდოეთის მაგალითად სავიზო რეჟიმი უნდა მივცეთ ნიგერიას და ასეთ პაკისტანი ასეთ იმ ქვეყნებს სადაც ჩვენ არ აქვს არანაირი ეკონომიკური კავშირები ჩვენ სავიზო რეჟიმი უნდა შემოვიღოთ სხვაგვარად არაფერი არ მოხერხდება ამ ქვეყანაში ამიტომ მოვაქციეთ ხალხო პატარაკაში აპარტეიდი იქნება რა უმცირესობა მომმართავს უმრავლესობას რა ეხლა ბატონო ჯუბერ ნახეთ თქვენ ეს იანდექსი ახსენეთ და ამ იანდექსიდაც გადააყრდ ნარკოტიკები რო იცოდეთ თქვენ რა თქმა უნდა ხო მე ეს გლოუები და რაღაცები ვარ ეს მომსახურება ნარკოტიკებით მომსახურება არის ასე რომ ძვირფასო ხელისუფლება ძალიან დიდი სამუშაო გაქვთ თქვენ და თუ ამ სამუშაოებს თქვენ ჩაატარებთ კომპლექსურად ხო ჩათვალეთ რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც თქვენ დაკარგეთ დაებრუნებთ უკან გაიგე იმიტომ პრობლემა არის ეს ჩვენი ქვეყნის და პრობლემა არის ჩვენი ქართველი ახალგაზრდების და პრობლემა არის მთლიანობაში ეს იმისათვის რომ ჩვენ მალე მართლაც უმცირესობაში აღმოჩნდებით ბატონო ჯუმბერ ახლა რა მინდა თქვენ გითხრათ ნუ ახლა ეს გასაგებია ჩვენი შიდა სიტუაცია და შიდა მდგომარეობა რა ცუდ მდგომარეობაში ეს ცუდი მდგომარეობა ეს არ არის კარგი მდგომარეობა იმიტომ რომ ჩვენ უკვე ნაბიჯნებით კარგავთ თაობას ახალგაზრდებს კარგავთ რომლებმაც უნდა თაობები იკარგება რომლებმაც უნდა მართოს ეს ქვეყანა და რომელიც მომავალი რომელიც უნდა ჩაგვენაცვლონ ჩვენ ხო უნდა ჩავნაცვლოს ხო მაგრამ ეს ხედავთ რომ ეს ჩვენ ამას ვერ ხედავთ არ არის ჩვენი ჩამნაცვლებლები იმიტომ რომ ის თაობა ვერ დავინახეთ ეს თაობა არის ოღონდ ქუჩაში გამოყრილი ამ ნარკოტიკებით დაავადებულები და მაგათ ახლა ჩვენ ამ ქვეყანას ვერ ჩავაბარებთ და ვერ დავაღუპინებთ ხო ნახეთ მაგრამ ეს ყველაფერი არის არათუ აქ შექმნილი და აქ დაწერილი სცენარი. არამედ ეს ყველაფერი თავიდან დაიწერა, სწორედ იმ დასავლეთში დაიწერა, სწორედ იმ ევროკავშირში დაიწერა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც წავიდა ნაბიჯნაბის და ეტაპობრივად მისი განხორციელება იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნების ოკუპაციას მათ სურდათ და გააკეთეს კიდევაც ოკუპაცია. ჩვენი ოკუპაცია 80% ოკუპირებულია უკვე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ისე ევროკავშირის მიერ, ხო? იმიტომ ლიბერალი, LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები როგორც კი მოვიდნენ სათავეებში, პირველი ამ მიმართულებით დაიწყეს ხალხის დაწამლა.
ხო მათ ვერ მათი აზროვნება ყოველივე დაქვეითებული და შესაბამისად შემდგომ მოხდარ იყო მათი ზეგავლენა იმ ქვეყნებში ხო ეხლა ხედავთ უკვე რა მდგომარეობა არის საფრანგეთში რა მდგომარეობა არის ევროკავშირში ხო რა მდგომარეობა არის ევროკავშირში მთლიანად რა მდგომარეობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში პიტაბრი ამერიკის სასნაიპერმა პიტაბრი დააჭერა და ესროლა ის ახალგაზრდა ჟურნალისტი და ეს ტრაპის მხარდამჭერი ჟურნალისტი იყო ეს და კონსერვატორი იყო ანუ ესე იგი რა მინდა გითხრათ ესე იგი უკვე ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა დაინახეს კარგად უკვე რომ მათი მდგომარეობა უკვე ციხშია შესული რადგან მთელი საზოგადოება რომელიც საზოგადოება ასეც როგორც ჩვენთან საქართველოში ისე ევროკავშირშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ითმინა ბოლო-ბოლო უკვე გაასყდა ეს ისა რა მოთმინების ფიალა და გამოვიდა ხალხი ქუჩაში თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ის მდგომარეობა რა მდგომარეობასაც დღეს ჩვენ ევროპაში ვხედავთ ხო ამას გადააყოლებენ თუ არა და გადაყვება თუ არა ევროკავშირის ეს პოლიტიკური ლიდერები და მით უმეტეს ურსულა რომელსაც პიტაბი ტრიბუნებზე ეძახიან უკვე რომ შინახა რომ კვლელიო შინახა რომ შენ და ევროპაც გამიაქანებ ომისაკენო და უკრაინის ომის დაწყებას მაგას დააბრალეს და საერთოდ ფაქტიურად შექმნილი მდგომარეობა ევროპაში რაც დღეს ხდება სწორედ აი მიმართულებით მაგისკენ გაიშვირეს ხელი შესაძლებელი არის და მიაღწევს საზოგადოება რომელიც დღეს გამოსული არის ევროპის მოსახლეობა ქუჩაში იმასთან დაკავშირებით რომ წერტილი დაესვეს სწორედ ამ ლიბერალისტურ პოლიტიკურ ლიდერებს ბატონო დრისთან ზუსტად 6-7 დღის წინ BBC-ზე გამოაქვეყნეს კვლევა დიდი ბრიტანეთის და კითხვა იყო ასეთი რუსეთმა რომ თავს დაესხას დიდ ბრიტანეთს და საბრძოლოდ წახვიდოდი თუ არა სამშობლოს დაიცავდით თუ არა ერთ კაცს არ უთქვამს რომ მე წავალ და სამშობლოს დავიცავ პასუხი როგორ იყო არ გაინტერესებთ რუსეთმა რატომ უნდა დაგვესხას ჩვენ თავს ისინი ძალიან შორს არიან ჩვენგან აი უყურე ინგლისში არ აღმოჩნდა ერთი პიროვნება ეს მე არა BBC თუ გინდა რიცხვსაც დღესაც შემდგომში და გადაახმევდა ნახო კი მე ერთმა ინგლისელმა არ თქვა დაიცავდა თუ არა სამშობლოს რომ დავიცავ არა იქეთ დაუბრუნეს კითხვა რატომ უნდა დაგვესხას რუსეთმა ჩვენ რა დავუშავეთო ისინი ძალიან შორს არიან ჩვენსგან გამიგე ანუ ის მეთოდი აღარ მუშაობს ევროპაზე რუსეთი ცუდია დღემდის როგორ იყო დღემდის 90-იანი წლების შემდგომ იყო რუსეთი როგორც წარმოდგენილი გველვეშაპი უკვე საზოგადოება ხდება ნათლად რომ პუტინი ვერ მოაქციეს იზოლაციაში ჩადის მსოფლიო საკითხებს ხვევს მაგალითად ჩინეთში ხედავენ რომ ყოველდღე გაიძახიან აი თავს დაგვისმება მაგრამ ევროპას თავს არ ესმება მესამე ის რომ საზოგადოება ხედავს პუტინის განცხადებებს უსმენს რომ არა ჩვენ არ არის ინტერესი არა გვაქვს ევროპაში ბოდიში და საზოგადოება მივიდა იმ აზრამდის რომ მათი ხელისუფლება მათ საზოგადოებას ატყობს ეცეთ მე 1-6-7 თვის წინ თქვენს გადაცემაში თქვი რომ 30 წელს მეთქა 2030 წელს ევროკავშირი აღარ იარსებებს მეთქა შევწდი უფრო ადრე შეიძლება ეს დედაკაცი აუცილებლად ციხეში მოხვდება ისოზების მიღება მოხდება და მე ვფიქრობ რომ სადღაც ევროკავშირმა გასტანოს წელიწად ნახევარ ევროპაში დაბრუნდება კონსერვატული ძალები აუცილებლად ის კონსერვატული ძალები ყველაფერს გააკეთებენ რუსეთთან დაალაგონ ურთიერთობა და ეს კონსერვატული ძალები დააბრუნებენ 90-იან წლებამდის რაც იყო ნამდვილი ევროპა აი ეხლა რო იყოს ნამდვილად 90-იან წლებამდის ევროპა რაც იყო დიდი სიამოვნებით ვიომებდი ამ ხელისუფლებასთან რომ ევროპასთან გავწერიანდეთ მეთქი მაგრამ ეხლა ვომობ რომ ევროკავშირში არ გავწევრიანდეთ იმიტომ რომ ის ევროპა არ არის რა ევროპაც იყო 90-იან წლებამდე და ჩვენ ვნახეთ ევროპა
ამ 34 წლის განმავლობაში ამ ლიბერალისტების შემოსევამ საერთოდ მათი ღირებულებები გათელეს და მათი წესდებები შემოგვთავაზეს. სად იყო 90-იან წლებში LGBT ევროპაში, სად იყო ამერიკაში, როგორ გეკადრება რა? ჩვეულებრივ ჯერტმენები იყვნენ და აი ძველი კინოებს რო გადავყიდო, როგორ ჯერტმენურად აცვია და ასე შემდეგ და გამოსვლა და ასე შემდეგ. საქმე რა შეიძლება აი ზუსტად ეს ავად სახსენებელი სოროსის ფონდი, ეს სოროსის ფონდი მარტო ერთი სოროსი კი არ არის. ეს სოროსი ჩანს დანარჩენი იქ ლიბერალისტების თანხები იყრის მის ფონდში და ის ანაწილებს უბრალოდ სხვები არ ჩანს. მაგრამ აგენდის დრო უკვე დასრულდა. ჩვენ წინა გადაცემაში აქ ერთი თვის რო ვიყავით, გახსოვთ რომ გითხარით რომ არანაირი მეგობრობის აქც არ მიიღებს ამერიკა საქართველოს წინააღმდეგ. გითხარი ისიც რომ იმიტომ არ მიიღებს რომ ჩინეთი, რუსეთი, კორეა, ინდოეთი შეხვედრა ეს იყო გადამწყვეტი ამერიკისა. და ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა სიზიფის მიესალმათ და გადაეცითო პუტინსო და ინდოეთის პრემიერს მოკითხვა ჩემგან სანამო ამერიკის წინაშე მას აკეთებდა შეთქმულებას რა. და მას შემდეგ ამ შეხვედრის შემდგომ თუ დაკვირებული ხართ ტრამპი მოზომვილად საუბრობს უკვე პუტინთან. ეს იმის შემდეგ ტრამპს რო შეხვდა იმის იმერე კი არა. აი იმის შანხაი შეხვედრა. იმის შემდეგ მოზომვილად საუბრობს პუტინზე და მოზომულ კომენტარებს აკეთებს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს აღარ ცანცარებს ის. ხო, ანუ დასვა იმ შეხვედრამ დაუსვა წერტილი და მიანიშნეს ერთი რაღაცა რომ ბატონებო თქვენ დრო წავიდა აღარ იქნება სოფლიო იქნება მრავალპოლუსიანი და ჩვენ არ ვიქნებით თქვენი ქვეშემდგომები. რაც შეეხება ევროპას, აი კიდე ერთხელ გეუბნებით რომ 2029 წელს ევროკავშირი ამ სახით არ იქნება. ზუსტად ძალიან მალე დაბრუნდება კონსერვატიული ძალები და ის ძალები რომელ ქვეყანაშიც ეხლა დიდი ალბათობა რომ საფრანგეთში აერიოს სიტუაცია დაძაბული მდგომარეობა. კი ძალიან საფრანგეთში მოვა კონსერვატიული ძალები. საფრანგეთი დატოვებს ევროკავშირს. ას დომინოს ხუხლაზე მართალია იმ ქალბატონს აუგზავნეს არჩევნებში მონაწილეობა მერი ლეპენი. მაგრამ ის ლიპენს ხო უჭერს ხას მის კანდიდატს. მხარდაჭერებია და ლეპენის კანდიდატი არის ის და ის მას უჭერს ხას. ეს ხო იცი ის სპეციალურად გააკეთეს რომ ამ ქალბატონს ეს არის ფრანგული დემოკრატია. ყველაფერი გამოიგონეს ეგ და ფრანგული დემოკრატია. იგი რაც გერმანიაში გაუკეთეს იმას რა ქვია. და ეს ხალხი საქართველოს ხელისუფლებას ასწავლის შუას. აბა თავის ქვეყანაში ევროპარლამენტი გადატენილია მექრთამეობით, კორუფციით, კი. და ეს ხალხი ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას ასწავლის, რომ დემოკრატია და ევროპისკენ სულ რას ნიშნავს, აუცილებელი აქაც კორუფცია იყოს? არ გვაკლია, მაგრამ მაგდოზით? აი ამას გვთავაზობენ რა, დაგვემსგავსეთ ჩვენ რა, იმიტომ კორუფცია უნდა იყოს, ერთეულები უნდა არ გვაკლია ბატონო, მაგრამ თქვენთან რომ არის იმ დონეზე ნამდვილად არ მინდა რომ საქართველოში კორუფცია იყოს. ბატონო ჯუბერ, მადლობა რომ ასე კარგად ყველაფერს უკეთებთ ანალიზს და ახსნას ჩვენი საზოგადოებისთვის, საზოგადოება რომელიც ყოველთვის არის მართლაც უნდათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მით უმეტეს დიდ ნაწილს მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ ამ ქვეყანაში ერთი წუთი შეიძლება ამ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა. ეხლა ბატონო დრესთან მე მინდა მიმართო ჩვენ საზოგადოებას არა მარტო ჩვენ ტელემაყურებელს, არამედ ზოგადად ვინც მოისმენს ამ ჩვენს გადაცემას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სიდინჯეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, როგორ გითხრათ, ძალიან ფხიზლად და ძალიან მშვიდად კუს ნაბიჯებით რო იტყვიან, უნდა გადავლახოთ ეს არჩევნები, რომ ამ ვაი პატრიოტებმა და სამშობლოს მოღალატეებმა რაიმე დესტაბილიზაცია არ მოახდინონ. ამიტომ საზოგადოებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. უნდა მოვერიდოთ ყოველგვარ პროვოკაციებს,
უნდა გავერიდოთ, სადაც ისინი არიან. მე მაგალითად 2012 წლამდე მე მათ სადაც იყვნენ, ხო, იმ აერსაც არ ვსუთხავთ. ხო, მუდამლავია. ხო, 1 კილომეტრის ადრესში, ხო. და ისინი სადაც მევიდე კი გამოდიოდნენ რა. ამიტომ საზოგადოებაზე ბატონტრისთან არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. კი, მართალი ბრძანდებით. რომ ჩვენ უნდა მოვერიდოთ, ჩვენ არ უნდა დავიდეთ იმად დონემდე და უნდა მოვერიდოთ მათ. პროვოკაციები არ მოვაწყობინოთ. ეხლა წავლენ ინდივიდუალურ პროვოკაციებზე. მე დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ინდივიდუალური, ეხლა ის საზოგადოება, რომელიც სააკაშვილის დროს უშიშრობაში მუშაობდა, იქ ყველაფერი იცის, მაგალითად მე როგორი ხასიათი მაქვს, თუ როგორი ხასიათი მაქვს და ხო, ვის როგორ უნდა მიუდგენ? ხო, ცოტა ფეთქებადი ცნობადი სახეების მიმართ იქნება აგრესია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ჩვენ ბევრი მოვითმინეთ სამშობლოს გამო, ჩვენი ერისა და ბერის გამო, ჩვენი მომავალი თაობის გამო, ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ცოტა გადარჩა და ეს 4 ოქტომბერი უნდა გადავაგოროთ კუსნაბიჯებით 7-ად გულისხმობ და მე უნდა მოხდეს ერთი კარგი პატრიოტების შეხვედრა და შევქმნათ ერთი კარგი პარტია, სადაც კონკურენციას გაუწევს ქართულ ოცნებას. ჯანსაღი. კი, ქართული, ეროვნული ჯგუფი. ეხლა ბატონო ტრიზა 30 იცით რა არის? ამ ხალხმა უკვე ისწავლა. საზღვარგარეთ რატო იცლება ყოველ 4 წელიწადში, 5 წელიწადში იცით? ხელისუფლება იქ სისტემა მართავს. ჩვენთან ჯერ არ არის სისტემა შექმნილი, რომ სისტემა მართოს. ამიტომ ბებიაჩემი იტყოდა, რომ ხოლმე მართლა გაანათოს მისი სული. სწორი ჯოხის ნახვამდისო, ბრუდე ჯოხი არ გადააგდო შვილო. ამიტომ ჯერ მე ამაზე უკეთეს პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ვხედავ. გასაგებია. ამიტომ უნდა დაუჭიროთ მხარი 7-ად მთელ ევროპას და ამერიკას უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ხელისუფლებას წინაარჩევნები არ გაუყალბებია და მართლა არ გაუყალბებია. გეთახმებით. და შემდგომ კვირდებით, რომ ღირსეულ ქართველებთან ერთად შევიკრიბებით და ალტერნატიული ძალა შეიქმნება, ოღონდ ჯანსაღი ოპოზიციური ეროვნული ძალა და ამიტომ ახლა ეს კომპლექსები. ამიტომ აუცილებელია სინდიჯით, კუსნაბიჯებით 7-ად გადავაგოროთ 4 ოქტომბერი. შემდგომში კვირდებით, რომ საგადმოაზროვნე ქართველი პატრიოტები შევიკრიბებით, აუცილებლად შევქმნით პოლიტიკურ ძალას და ვიქნებით ჯანსაღი ოპოზიციური პარტია. შემდგომ არჩევნებში გავუწევთ კონკურენციას ქართულ ოცნებას და თუ იქნება საზოგადოებრივი დაკვეთა, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებას დამსახურებლად გავუშვებთ ოპოზიციაში. ასე რომ ეს 4 ოქტომბერი თითოეულ ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს უნდა ახსოვდეს, რომ კუსნაბიჯებით როსავრო ანუ 7-ად უნდა მივიყვანოთ და გადავაგოროთ. მადლობთ ბატონ ჯუბერ, მეც ვეთანხმები ბატონ ჯუბერს, მართლაც დიდი წინგახედულობა გვმართებს ახლა, მით უმეტეს ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ესენი ემზადებიან იმისათვის, რომ ქვეყანაში არიო მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ იმას, თუ როგორი რადიკალური ჯგუფები გამოჩნდნენ უკვე ამ ბოლოს დროს და ახლა უკვე შეცვალეს, ტაქტიკა შეცვალეს, ბრძოლის ტაქტიკა გადადიან ინდივიდუალურ ბრძოლებზე, გადადიან ინდივიდუალურ პირებს და აყენებენ შეურაცხყოფებს და შესაბამისად შესაძლებელი არის, რომ ამ შეურაცხყოფებმა გამოიწვიოს სერიოზული პროვოკაცია. ჩვენ ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ისევ ჩვენ უნდა გავახდინოთ სრული მობილიზაცია, ჩვენი შიდა მობილიზაცია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ეს 4 ოქტომბერი გადავაგოროთ და ამ 4 ოქტომბერს ჩაერევს 7-ად წყნარად, როგორც ჩვენ შეგვეფერება კაცურად და ქართულად და შემდგომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული ოცნება ამოქმედებს სრულად კანონს, რომლის კანონის ამოქმედების საფუძველზეც იქნება დაცული ჩვენი და ჩვენი ოჯახების უფლებები. იმიტომ რომ ეს მარაზმი და ეს
სიმახინჯე, რასაც ახლა სექტანტები აკეთებენ, ეს ნაცსექტანტები და სხვა დანარჩენი კიდევ ეს ლიბერალური დაჯგუფებებია ან ხორცელებია ჩვენ ქვეყანაში, ეს არის უკვე მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უკვე არის მიუღებელი თითოეული ჩვენთანგანისთვის და არ მინდა რომ ახლა ჩვენ მართლაც ამათ შევეხეთქოთ და რაღაცა ისეთი მოვახდინოთ, რომ შედგომ ისევე ჩვენ შემოგვიტრიალდნენ. ამიტომ კანონი გააქვთ. არის ნიღბიანებზე მიღებული კანონი ბატონო და აგერ გამოდიან ნიღბიანები და მოგიდეთ ხელი. არის მიღებული კანონი სწორედ იმ არალეგალურ შემოსულ თანხებს და გადაუკეთეთ ეს თანხები. მით უმეტეს ახლა როცა ის ამათ იჭერთ და ციხეში უშორთ ესენი ამათ ხელფასები ერიცხებათ. იცით? ამათ ოჯახებს ფული ერიცხებათ და სულ ფეხებზე არ აკეთიათ წამოწობა იმ ნარზე იქ შვენიერ კაი ცხოვრება არის ახლა ციხეში კაი საჭმელი, კაი სასწრაფო და ფული სახში მიდით კიდო და ამიტომ ეს წახალისება არის იმისი მეორესი რომელიც ქუჩაში დაჭა და ისიც იგივეს გაიმეორებს. გაამკაცრეთ ყველაფერი და მიუდექით ისე როგორც საჭიროა როგორც ეკადრება ამ ქვეყანას ორა. მე ჩვენ გავამკაცრეთ ამ კანონს ჩვენ პირადად ჩვენ და ჩვენ მივხედოთ მაგათ და ამიტომ ეს რომ მოხდეს თქვენ მიხედეთ და თქვენ მოკიდეთ ხელი და თქვენ დაამღერეთ წესრიგი ამ ქვეყანაში. მადლობთ ვიფასო ტელემაყურებელს რომ მიყურებთ, კარგად ზანდებოდეთ.